მართლა ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, მე ასე ვთვლი, ჩვენი ქვეყნისთვის და რამდენიმე გამორჩეული მომენტით ხასიათდებოდა. რა თქმა უნდა, პირველი რაც გასდევდა ამ წელს და იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და ჩემი პოლიტიკური პარტიისთვის, რა თქმა უნდა, ეს იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. იმიტომ რომ მე მართლაც ვთვლი, რომ საქართველოსთვის ყველაზე სწორი გზა არის ევროპული წიაღი, ევროპული სამეგობროში დაბრუნება და ევროპის ნაწილად ყოფნა. მოდით შევთანხმდეთ, რომ ევროპის სახელმწიფოები არიან ყველაზე სტაბილური, ყველაზე მდგრადი სახელმწიფოები, ყველანაირი განვითარების ინდექსით და ჰუმანური განვითარების ინდექსით ევროპული სახელმწიფოები წინ უსწრებენ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, ნებისმიერ კონტინენტზე. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მე მივესალმები იმას, რომ საქართველოს ბოლომდე მიიყვანა ეს ბოლომდე არ არის ჯერ მიყვანილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი რომ მიმდინარეობს და ეს რა თქმა უნდა მიუხედავად ძალიან ბუნდოვანი განცხადებებისა და ქმედებებისა, პოზიტივში უნდა ჩაეთვალოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მან აი ეს დაპირება, რომ ის ხელს მოაწერდა რატიფიცირების ხელშეკრულებას, ასოცირების ხელშეკრულებას და შემდეგ მოახდინა მის რატიფიცირებას და ამ მიმართულებით განავითარებდა ქვეყანას, აი ეს მიიღავს ისე როგორც საჭიროა. მე აღნიშნე, რომ არის გარკვეული ბუნდოვანებები ხელისუფლების გამონათქვამებში და მინდა მომავალი წელი ვისურვო, რომ იყოს აბსოლუტურად მკვეთრი და ნათელი გამონათქვამების წელი. როდესაც საუბრობ ბუნდოვანებაზე, მართლაც ერთ-ერთი არის მიმანიშნებელი ხელისუფლების ან დაბნეულობისა, ან იმისა, რომ მას ბოლომდე არ წამს და არ სურს ის, რომ საქართველოს ევროპული ოჯახის წევრი გაჩნდეს, იყო ეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტა არ წასულიყო რატიფიცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ამიტომ მეთქი, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება იყო სწორი, მარგველაშვილი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი აუცილებლად და ქვეყანა უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკა. ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაური, რა გითვლება ჩვენი კონსტიტუციის თანახმად გიორგი მარგველაშვილი და მე ამას ხოლმე პოზიტიურად ვაფასებ. თუმცა იქ იყო სააკაშვილის და თქვენი აზრით წამოვიდა მე ესეთი ტენდენცია, რომ მარგველაშვილს უნდა აუცილებლად ეთქვა მისთვის, რომ დაეტოვებინა დარბაზი, ან რაღაც პროტესტის ზომა მაინც უნდა ენახებინა საზოგადოებისთვის. მე სიმართლე გითხრათ, ნებისმიერი ასეთი ქმედება არა მარტო ასეთ აუდიტორიაში, როგორიც არის ევროსაბჭო, არამედ უფრო დაბალ აუდიტორიებშიც და ზოგადად ოჯახებშიც მიმაჩნია ძალიან დაბალი კულტურის გამოვლინება და სიმართლე გითხრათ, არც ერთ შემთხვევაში არ ვეთანხმები ამას. არავის არ აინტერესებს მარგველაშვილსა და სააკაშვილს შორის კინკლაობა. იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იქ იყო შეკრებილი, მთავარია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, საქართველო გახდეს პროგნოზირებადი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ქმედება იყო სწორი. რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილი დაესწრო, ეს ბუნებრივია, ამ ადამიანს რა თქმა უნდა მიაჩნია, რომ მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ევროპულ სამეზობლოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ევროპულ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მისი სურვილი იყო, მოიწვიეს და რა თქმა უნდა მამის შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთ შანსებს ხელიდან არ უშვებს, ის საკმაოდ ძლიერია VR-ში. ახლა მეორე პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ჩემი აზრით ძალიან რა შეიძლება მიხეილ სააკაშვილს თქვენ ამბობთ, რომ შანსი არ გაუშვა ხელიდან, მაგრამ რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ევროპა ამით ალიკური ხوار მითავაზა კიდევ ერთხელ. შეიძლება ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ძებნაა გამოცხადებული, ესე იგი ესწრებოდა ასე მშრომელ ღონისძიებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ევროპული კანონები და ზოგადად კანონმდებლობა რას გულისხმობს, ის რომ ჩვენ გამოვაცხადეთ და ჩვენ თხოვეთ ინტერპოლს რომ არ იყოს ძებნილი, არ ნიშნავს, რომ მათ ეს ასე ჩათვალეს. ინტერპოლი ახორციელებს საგანგებო ღონისძიებებს იმისთვის, რომ დარწმუნდეს, ხომ არ არის ეს პოლიტიკური დევნილი და დარწმუნდეს იმაში, რომ ამ ადამიანს არ ებრძვიან პოლიტიკური ნიშნი. აქედან გამომდინარე, სანამ ეს არ დადგინდება, ევროპარლამენტის წევრებისთვის და წევრი სახელმწიფოებისთვის მიხეილ სააკაშვილი არ ითვლება ძებნილად და აქედან გამომდინარე, მე არ მჯერა, რომ ეს იყო მათი მხრიდან ნალექური. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოში, სადაც მმართველები არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ბუნებრივია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. და ამიტომ, ნუ ახლა ჩვენ რო საპირისპირო ვიცით, იმათ ამდენი ინფორმაცია იმაზე, რა დანაშაულს ჩადიოდა მიხეილ სააკაშვილი არ აქვს.
და მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ჩვენი ხელისუფლების ბრალიც არის, რომელმაც არაკვალიფიციურად, არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ სხვა ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლების მიმართაც არაკვალიფიციურად აწარმოა გამოძიება. ბრალად წაუტენა არა ის, რაც რეალურად მათი ბრალი, არამედ რაღაცა გაუგებარი რამეები, ბებიების და მამიდების და ბიცოლების ავტომანქანების შეძენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ აი ამ პირად ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა და ვის დავაბრალოთ ეს? მოდით ვიფიქროთ და საერთოდ მიხეილ სააკაშვილი რომ პოლიტიკურ ფიგურად შენარჩუნდა და ნაციონალური მოძრაობა შენარჩუნდა პოლიტიკურ ფიგურად, ერთმნიშვნელოვნად არის ქართული ოცნების ბრალი და ქართული ოცნება. შეიძლება გაუცნობიერებლად, შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ ამაში, რომ გაუცნობიერებლად და მე ნამდვილად არ მგონია, რომ ისინი რაღაცა მართლა რეალურად მათი სურვილი იყო ეს კოჰაბიტაცია. ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შექმნა თვითონ დღის წესრიგი. ქართული ოცნება ვერ გახდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი აქტუალური პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაანაცვლებდა ნაციონალურ მოძრაობას და თვითონ ექნებოდა ის აქტივობები, რომელიც საზოგადოებას დაავიწყებდა ნაციონალურ მოძრაობას. მე არ მგონია, რომ არა აქ არის ხალხი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ექსპერტების და ანალიტიკოსების, რომლებიც თვლიან, რომ ისინი მშვენივრად ბრძნობენ თავს, ძალიან ნორმალური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან და აი ეს მკვეთრი განცხადებები ნაციონალური მოძრაობის მიმართ არის მხოლოდ და მხოლოდ პიარული. მე არ ვთვლი ასე, მე მიმაჩნია, რომ ქართულ ოცნებას მართლაც აქვს ძალიან სერიოზული როგორ გითხრათ, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მაგრამ მას არა აქვს იმის უნარი, რომ ქვეყანა ამუშავოს თავისი ხის წესრიგი და ნაკლებად აქტუალური გახადოს ნაციონალური მოძრაობა. და მეორე მიზეზი, იცით, როდესაც შენ ვერ აკეთებ ბევრ რამეს, რაც უნდა გააკეთო, მაშინ რა თქმა უნდა მასშტაბურად გევლინება წინა ხელისუფლება და ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ აბა თქვენ უკეთესები იყავით, აბა თქვენ ხო ამას აკეთებდით, მაგრამ ჩემთვის, თქვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის დღევანდელ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა წარსულში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობას ქართულმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა, ის არ არის ხელისუფლების სათავეში. დღეს მე როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, ჩემი ანგარიში მაქვს მართლ პოლიტიკურ ძალასთან და მართლ პოლიტიკურ ძალას უნდა ვეკამათო და მართლ პოლიტიკური ძალის ოპონენტი უნდა ვიყო და არამც ნაციონალური მოძრაობის. თუ ნაციონალური მოძრაობა ჩაიდენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, თუ ნაციონალური მოძრაობის სარგო წარმომადგენლებს ექნებათ ისეთი განცხადებები, როგორიც იყო თქვათ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამ რამდენიმე დღის წინ უკრაინა ტელევიზიაში, სადაც მან რაღაც ლამის უკრაინის ღალატად შერაცხა ის, რაც საქართველოში მოხდა გარდაცვლილ ჯარისკაცთან დაკავშირებით, ოფიცერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე არ მექნება მათ მიმართ პრეტენზია. მე მაქვს პრეტენზია დღეს მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ. თუმცა აი ამ სიტუაციაში მე ძალიან დიდ შეცდომად ვთვლი იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა ალექსანდრე გრიგოლაშვილის მიმართ. მე ვთვლი, რომ როდესაც საუბარია უკრაინაზე და უკრაინაში დემოკრატიაზე და უკრაინის თავისუფლებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რუსეთი მოერევა უკრაინას, რა თქმა უნდა, შემდეგი დადგება საქართველოს რიგი. ამიტომ მე უდიდეს პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ, რომ გადაარჩინონ უკრაინა, გადაარჩინონ უკრაინის თავისუფლება და ნამდვილად რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილმა გააკეთა ქართული საქმე. ოღონდ ეს არის მათი ამ ადამიანების გააზრებული არჩევანი, ეს არის ამ ადამიანების მებრძოლის სული და მებრძოლი ყოველთვის მებრძოლია და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ დავით თევზაძეს, რომ დაივიწყო ქართული ისტორია და საქართველოს წარსული ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის ნაირ ადამიანებს არ სცე პატივი და არ მიაგო ღირსეული პატივი. მე ვთვლი, რომ ზოგადად ჟურნალისტმა უნდა გამოიწვიოს რესპონდენტი და ჟურნალისტი ყოველთვის მოწოდებულია იქითკენ, რომ რაღაცა ისეთი თქვას, რომელიც შემდეგ ჟურნალის გამოადგება იმისთვის, რომ სხვისგან გამორჩეული იყოს. შესაძლოა ეს იყოს ცოტა პროვოკაციულად დასმული კითხვა, მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკოსი არის იმის პოლიტიკოსი, რომ ასეთ პროვოკაციებზე მოძებნოს ყველაზე სწორი გამოსავალი და ბატონმა ღარიბაშვილმა ვერ მოძებნა ყველაზე სწორი გამოსავალი ასეთ სიტუაციაში და წამოეგო ჟურნალისტის მახეზე. და რაც უფრო მეტასეთ მახეზე წარმოაგებს ჟურნალისტები ირაკლი ღარიბაშვილს, მით მეტად გამოჩნდება ქართული საზოგადოებისთვის, რომ არ შეიძლება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახადო ადამიანი, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, რომ პოლიტიკოსებად ერთ დღეში არ ყალიბდებიან, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ბატონი
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, როდესაც მან მხოლოდ და მხოლოდ მისი მხრიდან სანდოობის ნიშნით მოიყვანა და დასვა ადამიანი პრემიერ-მინისტრად, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს და მეც მომნე ძალიან დიდი განსხვავებაა მართო და არც უმართია მას ხომ მთლიანად ერთი კომპანია და მართო ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება და სიმართლე გითხრათ, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგა, უნდა იცოდე, რომ ეს ქვეყანის პრობლემებს შეუქმნის და მე ვისურვებდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს 2 წელი, რომელიც მან გაიარა პოლიტიკაში, მისთვის აღმოჩნდეს საკმარისი, იმისთვის, რომ ის არ წამოეყოს ასეთ განცხადებებს და ბევრად უფრო სწორი და პოლიტიკურად დაბალანსებული განცხადებები აკეთოს. და არა მარტო განცხადებები, არამედ ქვეყანაში ეკონომიკა, სოციალური სფერო, კულტურა და ასე შემდეგ წაიყვანოს ისე, როგორც დღეს ეს სჭირდება ქვეყანას. და ამ ხელისუფლებამ 1000-ნაირი რამე მოიგონა კრიზისების მართვის საბჭო, ასე შემდეგ. თუ ეს არაფერი არ მუშაობს ასეთი საბოტაჟის წინააღმდეგ, მაშინ რა გვინდა ასეთი კრიზისების საბჭო, მე ასე შემოვიტრიალებით და მაშინ რა გვინდა ამდენი მინისტრი, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი, რა გვინდა ასეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოდით პირდაპირ თქვათ რა, ვიღაცის მიერ მოწყობილი საბოტაჟი არის აბსოლუტურად ნული იმასთან შედარებით, რაც თველის დროს იყოს მოტივირება და მასტიმულირებელი იმისთვის, რომ ჩაებარებინათ უძენი, იმიტომ რომ ამან მართლაც დაიძრა პირდაპირ ხალხი ღვინის ქარხნებისკენ. ამიტომ ასე დროს ნებისმიერი მცირე საბოტაჟი არის, როგორ გითხრათ, აბსოლუტურად არაფერს არ უშლის ხელზე. თუ კი ამასაც ვერ ანაიტრალებ, მაშინ რა ხელისუფლება ხარ? ასე რომ მე ჩემი ხედვა მაქვს ხელისუფლების ქმედებების მიმართ, როდესაც ისინი აკეთებენ კარგს, მე რა თქმა უნდა შემიძლია თქვა, რომ ეს არის კარგი, სწორად გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი სწორად გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ფინანსური გაჯანსაღებისთვის და კულტურის განვითარებისთვის, სოციალური სფეროსთვის იყო ძალიან ცოტა. ერთადერთ წარმატებულ რეფორმად, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ხარვეზი და ძალიან ბევრი ბნელი მხარეც, ასე ვთქვათ, არის ჯანდაცვის რეფორმა. მე მართლა ვთვლი, რომ ყველა ადამიანი ვიყავით უმწეო ნაციონალური მოძრაობის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საჭმელი არ გვაკლდა და მშიერი არ იყო ოჯახი, როგორც კი ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებოდა ოჯახის ერთ-ერთ წევრს. თუნდაც ერთ წევრს, მე არ ლაპარაკობ 2 და 3 წევრზე. და როდესაც შენ გარანტირებული ხარ, რომ ოპერაცია ჩაუტარდება შენი ოჯახის წევრს და რაღაც ელემენტარული მკურნალობა ჩაუტარდება ისე, რომ შენ სახლი არ გექნება გასაყიდი და არ დაგჭირდება რაღაცა კაპიკაპი ფულის მოგროვება და მობილიზარების განხორციელება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ რეფორმასაც აქვს ძალიან სერიოზული ჩრდილები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვხედავ, რომ ეს სამინისტრო და ბატონი სერგეენკო დღე-დაღამეს ათენებს და ცდილობს, რომ წინ და წინ იაროს. განსხვავებით სხვა დანარჩენი სამინისტროებისგან, სადაც მე ამის სურვილს სიმართლე გითხრათ და ამის განწყობას და ამის როგორ გითხრათ შესაძლებლობას, პოტენციალს ვერ ხედავ, რომ სხვა სამინისტროებს შეუძლიათ დღევანდელ გამოწვევებს უპასუხონ. და მაინც როგორ შეაფასებთ გამოდით წელს ქვეყნის შიგნით მეორე მომენტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც უდაოდ პოზიტიურად მიმაჩნია ქვეყნისთვის. ახალი მემარჯვენეები ცოტა თეთრი ყვავის როლში ვართ ხოლმე ყოველთვის ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ჩვენ აი ასე მხოლოდ გულის ძახილზე და გაუაზრებლად არ ავყვებით ხოლმე იმ პოლიტიკურ აზრირთებას, რაც ხდება ხოლმე ქვეყანაში. ასეთი აზრირთება იყო თავის დროზე 2003 წელს ვარდების რევოლუცია და ასეთი აზრირთება იყო 2012 წელს. მოდით ფინანსური რევოლუცია დავარქვათ ამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის და მე თვითონ ვარ მობსწრე, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს, სწავლის ფული არ გადავეხატოთ, პატარა მოიცადოთ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი გადაიხოსდეს ყველა სწავლის ფულს და ძალიან ბევრი არის სტუდენტი სწორედ იმ პერიოდში დარჩა სტატუს შეჩერებული, იმიტომ რომ ისინი ელოდებოდნენ, რომ ყველაფრის ფულს ბიძინა ივანიშვილი გადაიხოდა. მაგრამ მოდით ამას თავი დავანებოთ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ისეთი, რომ არ შეიძლება პოლიტიკა იმართებოდეს ერთი ადამიანის მიერ. ვარდების რევოლუციის დროს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყო იმის წინაპირობა, რომ ის იქნებოდა ერთპიროვნული მმართველი ქვეყანაში და ჩვენ თვითონ რომ ეს იქნებოდა ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლპასი და თქვენ კარგად ნახეთ, როგორ დამთავრდა ეს მმართველობა. და ძალიან ბევრი ის ადამიანი ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც ცოტა სხვანაირად აზროვნებდა და დღეს დარწმუნებული ვარ ნამობს, რომ თავის დროზე არ შეეწინააღმდეგა მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებს, პირდაპირ თქვა და მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს. მაშინ რო ყოფილიყო იმის შესაძლებლობა, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც სწორ ნაბიჯს გადადგამდა, რომელიც გააკრიტიკებდა ხელისუფლებას, თუნდაც ხელისუფლების შიგნით ყოფილი ადამიანი და ის არ მოიკვეთებოდა, მას ჰქონოდა ამის გაცდა, ბუნებრივია ეს უკეთესი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც. ანალოგიური სიტუაცია არის დღეს
ჩემთვის პირადად ცოტა უარესიც, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ფორმალიზებული ლიდერი, ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი. მოდით როგორი არჩეული ამას თავი დავალებოთ, ეს იყო ქართული ხალხის სურვილის და ქართული ხალხის ნების გამოხატულება. იმ ეტაპზე ქართული ხალხს მიაჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მათი ერთადერთი განარჩეველი. დღეს ქვეყანას გადამწყვეტ სიტუაციებში, მოდით ხა პირდაპირ თქვა, წვრილმანებში ალბათ არა, მაგრამ გადამწყვეტ სიტუაციებში, საქართველოს საკითხებში, მიღებულ გადაწყვეტილებებშიც მართავს ადამიანი, რომელსაც ეს სტატუსით არ ეკუთვნის, ბიძინა ივანიშვილი. თუ ის თვლიდა თავის თავს პასუხისმგებლად, მაშინ ის უნდა დარჩენილიყო ამ პოსტზე და ჩვენ ვამბობდით კიდევაც, რომ მიხეილ ბიძინა ივანიშვილი უნდა დარჩენილიყო ამ პოსტზე. ამიტომ მოდით რა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც არის პოლიტიკურად მწიფარი, ნუ ჩავთვლით რაღაცა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ თვისებებად, ესე შეუთავსებელია ერთმანეთთან. თქვენ დამოუკიდებლობას პოლიტიკაში გამორიცხავთ? ბატონო, გამორიცხავ მის დაბრუნებას პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ არ გამორიცხავ არა იმის გამო, რომ მასში პასუხისმგებლობის გრძნობამ გაიღვიძა, არამედ იმის გამო, რომ 2 წელიწადში არჩევნებია ჩასატარებელი, ხელისუფლება ძალიან კარგად ხედავს, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს და ერთადერთი რამ, რასაც მას შეუძლია ძალაუფლება შეუნარჩუნოს, არის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. და ეხლა თუ იმეს უნდა კიდე ქართულ ისტაბლიშმენტში იქნება ეს პოლიტიკურ სივრცეში თუ ზოგადად საზოგადოებაში თავი მოეთქულოს და ეს მიაწევოს ბიძინა ივანიშვილის რაღაც განსაკუთრებულ გულუხობას, კი ბატონო მოითხოვოთ თავი და რასაც მივიღებთ კიდევ ერთხელ ნახავთ. მე არ მინდა რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოითხოვოს თავი.